მიღწეული ხართ, რომ აი ამ საქონელბრუნვებიდან ყველა ბონუსი ამოგივიდა. ძალიან რო არ გამიგრძელდეს ამას დეტალებში არ მომყვები, უბრალოდ ერთ რაღაცას ვიტყვი კიდე. არ არსებობს მსოფლიოში ქსელური კომპანია, რომელიც შემოსავალების საქონელბრუნვიდან, ანუ იმათი საქონელბრუნვიდან 7 ან 10 დონეზე მეტი იყოს. და ერთ-ერთ კომპანიას სახელს არ ვიტყვი, არ მინდა რომ დავარღვიოს ხისი. ეს ამ ერთ-ერთ კომპანიას, რომლის ბევრი გოგოები არიან ჩვენთან, მხოლოდ 3 დონიდან ამოსდი საქონელბრუნვის ბონუსი. წარმოიდგინეთ, დინარი დონე. ჩემი მოწვეული პირველი დონეა, იმის მოწვეული მეორე დონეა და იმის მოწვეული ჩემთვის მესამე დონეა. აი ამათი საქონელბრუნვიდან ამოსდით მხოლოდ ბონუსები. დანარჩენი იქით არ ამოსდით, რამდენიც არ უნდა მოხდეს. ჩვენ კომპანიაში ვიყურეთ 50 დონიდან. მილიონზე მეტი ადამიანის საქონელბრუნვა ამოვიდით. წარმოიდგინეთ ახლა ეს როგორი მასშტაბია. და ამიტომ იწევს ეს კომპანია ასეთ დაინტერესებას, ამიტომ ხდება ესეთი გადმოდინება დიდი ლიდერების ჩვენს კომპანიაში და ამიტომ გახდნენ სულ რაღაც 5-6 წლის განმავლობაში მილიონერები ჩვენ. 1 და 2 მილიონერი, რომელიც 10 წლის, 50 წლის კომპანია ყველას ყავს, აზია საუბარი. მაგრამ მე ვამბობ 5 და 6 წლის განმავლობაში, აბა რომელ კომპანიაში ყოფილიყავთ, მითხარით ვინმე გახდა მილიონერი და მე გეტყვი ჩვენთან რამდენი მილიონერი გახდა. და მარტო მილიონერებზე არ ვაკეთებ აქციებს. ჩვენთვის რა არის საინტერესო, იცი? ყველა მეორე ადამიანს ჩვენთან ვინც აკეთებს ძალიან თავისუფლად აქვს. $5,000 თვეში, 10,000, 30, 50 და ასე შემდეგ. ეს უფრო საინტერესოა ჩემთვის, ვიდრე ერთი ადამიანი და მაღაზიაში შეიცვალოს ადამიანმა. და ეს ყველაფერი საიდან იწყება? უბრალოდ მაღაზია უნდა შეიცვალო. აი ამიდან იწყება ეს ყველაფერი. მერე აქ არის სტატუსები მენეჯერის, დირექტორი. მაგალითად, შენ რო მენეჯერი ხდები, მანამდე არ არის აქ ამის განსამუშავებლად სტატუსები საჭირო. შენ რო დირექტორი ისა ხდები მენეჯერი, შენ გადიხარ ერთ ძალიან საინტერესო ბონუსზე, რომელიც არის საქონელბრუნვის 3%. დაახლოებით 500,000-ზე მეტი ადამიანია ამ რეგიონში, ამის საქონელბრუნვის პროცენტში ჯდები შენ. როცა შენ ხარ აი პირველ სტატუსს ხურავ და შენი შემოსავალი სტატისტიკა, შემოსავალი $1,000-დან $5,000-მდე შეგიძლია მხოლოდ ამ ერთი ბონუსით გამოიმუშაო. ყოველთვიურად. და ყველაზე საინტერესო კიდე რა არის, იცით, აი ახლა ეს გოგონა ყოფილა ერთ-ერთ კომპანიაში, თქვენ ხართ რომელიმე კომპანიაში? იცით რატო თუ იყავით, ადვილად მიხვდებოდით, მაგით ვკითხულობ. არა, ვიყავი ორიფლეიმში და ეხლაც ვარ მომხმარე. მაგას ვიძახი, რომ ხო იცით სიტუაცია. ეხლა უკვე, აი მაგალითად ორიფლეიმში დირექტორობას რომ მიაღწიო. ხო, გახდი დირექტორი. შენ თუ არ განამტკიცე ის დირექტორის 3 თვე აქვს ზოგიერთს. კვალიფიკაცია უნდა შეასრულო ყოველთვიური. რაღაცები ყოფნა დაიმონტი. ხო, უყურეთ რა ხდება, შენ თუ ეს არ შეინარჩუნე, პირობა რაც არის, შენ აღარ ხარ დირექტორი და ჩამოგეშალა ეს ყველაფერი რაც ააშენე. ჩვენთან უყურეთ ერთხელ მიღწეული სტატუსი არ ქვეითდება. სულ რო არაფერი არ გავაკეთო, მე სტატუსი მაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ პროცენტზე ვიჯდე მუდმივად. ხო, იქ არ არის. ამას პატარა თავისი პირობა აქვს, რომ ეს მიიღოს სიტყვაზე, რომელიც შესრულებადია და ზიხარ აი ამ პროცენტში სულ. ეს ერთ-ერთი ბონუსია. ეს სულ შემოგდის და შემოგდის, ხო? საქონელბრუნვა ხალხი ყიდულობს და პროდუქციის დეფიციტია ყველგან. და საქონელბრუნვა იზრდება. მილიონები გახდა ჩვენი საქონელბრუნვა თვეში. მილიონები. აი წარმოუდგენელი ჩინელებსაც კი რო უყურებ, ვერ წარმოიდგინათ ჩინელებს, რომ SNG-ს და SNG-ს ქვემოთ ბაზრებს ამ ხელა მოთხოვნა ექნებოდა პროდუქციაზე. ვერ ავსებენ ბაზარს, მოთხოვნებს უბრალოდ. აი ახლა მალე გაიხსნება ევროპა. ჩვენს ქვემოთ მოექცევა ევროპა. ეს პირველი შემთხვევა ქსელური კომპანიების ისტორიაში ამ კომპანიის ჩვენს მერე რო იხსნება ევროპა.
ყოველთვის ჩვენთან შემოსული კომპანიები, ჯენესი იყო, ორიფლეიმ იყო, თუ ვინც იყო, ყველა ევროპა გამოვლილი, მსოფლიო გამოვლილი, დაღლილი მოდიოდა ჩვენამდე და ჩვენ უერთდებოდით 90%-ში, სადაც მხოლოდ მომხმარებლის დონეზე შეგვეძლო გამოგვემუშავებინა თანხები. აქ კიდე ვართ ძალიან თავში. ეს 275 ლარის პროდუქცია უნდა შეიძლება. არა, ეს პივი არის, პივით არის ქულა. ეს პივი ქვია ამას. აი ამ სტატუს პლატინა ქვია ამ პაკეტს, ბიზნეს პაკეტს, ამხელა პივი აქვს. მაგალითად, სხვა პაკეტს, სხვა პივი აქვს. ეს პივი არის შიდა დასათვლელი ქულა. მაგალითად, საქართველოში ლარია, აზერბაიჯანში რაღაც თანხა ხო არის, ეს საიდან მივიდა ახლა ის რა არის. ამიტომ ყველასთვის 275 პივია ეს, ამას ნიშნავს. დოლარზე ყიდულობს ვიღაცა სხვა ქვეყანაში, იმისთვის ეს არის კურსი, ლარე თანხებში სხვა არის. დასათვლელი არის შიდა დასათვლელი. უყურეთ, მე ახლა რაც მოვყევი. მე მგონი ხო ნაწილობრივ მაინც მოვიტანეთ თქვენამდე, მე მგონი ეს ინფორმაცია რისი მოტანაც მინდოდა. აი ეს ყველაფერი რისი გაკეთება აქედან შეიძლება ჩვენზე გავაკეთებთ გვექნება. არ გააკეთებ, ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ შენს ქვემოთ მოხდეს ვიღაცა და ამან განავითაროს სტრუქტურა. ესეც ხდება, აქედანაც გეუბნებთ ბონუს, მაინც. ესეთი არ ხდება სხვა არ არსებობს ესეთი სტატუსი. ჰუმანური მარკეტინგი. ხო, იმიტომ რომ არ და არსებობს. ორიფლეიმში ცირებდი შენს ქვემოთ ვინც იყო? რომელი დონიდან? ორი დონი. წარმიდონიდან ხო უყურეთ, მაგალითად, დამავიწყებელი სახელი. ნუნუ. ქალბატონო ნუნუ. თქვენ მოხვედით როგორც მომხმარებელი. სტრუქტურა არ განავითარეთ, საიდანაც ეს თანხები რომ გვინდა ამოგვივიდეს. მაგრამ ეხლა აწყობს თქვენ ზემოთ ვინც არის ადამიანები, ამის გაჩერება ჩვენ არ გვაწყობს არავის. ჩვენ ვიწყებთ ზემოთ. ეს თუ არ მოყავს, მოვიყვანთ ადამიანს და ზემოთ ჩასვა და ეს გააგრძელოთ. თქვენ არ მიგიღიათ მონაწილეობა. და სხვა კომპანიებში ეს ასე არ ხდება, ჯერ ვინ არის და მე თქვენ აი ეს რო განავითარებს და აქ საქონელ ბრუნვა იქნება, აი ამის 0.5% მიიღებ 50 დოლარიდან. აი ამ შემოსავლით ხალხი მარტო ერთი ბონუსით, ვისაც დიდი სტრუქტურები ყავს, იცით რას ღებულობთ? 7,000 დოლარი, 10,000, 20,000 დოლარი. ბევრს ღებულობენ, თუმცა ხო ვითომ არაფერი 0.5%, მაგრამ წარმოიდგინეთ აბა 100,000 ადამიანი საქონელ ბრუნვის 0.5% რამდენია. კიდევ მაგალითად თქვენ მოიწვიეთ მხოლოდ ერთი ადამიანი და მეორე მხარე არა. ხო? თქვენ საქონელ ბრუნვის ბონუსი აქ მიიღებთ. აქ ორნაირად მიიღებთ საქონელ ბრუნვის ბონუსს. როგორც ბინარისას, თუ თქვენი მოწვეულია, კიდევ მიიღებთ აი ამ საქონელ ბრუნვას. 4%, 3%, 1% და ასე შემდეგ. მოკლედ, და ეს ყველაფერი აი ამ ინვესტიციით იწყება. აი ახლა ერთი უბრალო მაღაზია რო გახსნას ადამიანი. რა თანხა არის თქვენი აზრით საჭირო? 10,000 დოლარი ხო მაინც? მინიმუმ მაღაზია. მე 5 უნდა მეთქვა მინიმალური. რამდენი? 5 უნდა მეთქვა მინიმალური. უკვე ვეღარ ხო, ხო. აი კარგი, იყოს 5,000. მინიმალურს ვიძახ. თუნდაც მინიმალური, ხო? და აი 5,000-ით დაწყებული მაღაზია, წარმოიდგინეთ თქვენ რამხელა კონკურენტულ იმაში ხარ, კონკურენციაში. ხო? რისკი არის ძალიან დიდი. შენ 5,000-ით რა უნდა გააკეთო დღეს თუ შენ მონოპოლისტი არ ხარ, შენ ძლიერი არ ხარ, გადაგივლიან. კი ბატონო. ხო. აქ შენ არ ყავს კონკურენტი, შენ აკეთებ შენს საქმეს. იწყებ მხოლოდ ამით, რომლის ნახევარზე მეტი საჩუქრის სახით დაგიბრუნდა უკან თანხა, რომელმაც 3,600 ლარი გააჩუქა, იგივე ფულია, უბრალოდ ჯიბეში ვერ ვიდებ იმ წუთას თუ არა, ეტაპობრივად იდებ. თქვენ დრო რამდენად უკვე სამჯერ მეტი ინვესტიცია დაიბრუნეთ უკან. მეცაც გეტყვით, თქვენ როცა აი აქ ორი ადამიანი ყავთ, აქ ორი და აქ ორი, კიდევ აბა შეკრიბეთ ეს რამდენია. ამაზე მეტი კიდე დაბრუნებული გაგდოთ. მთელი ცხოვრება შემოსავლები არის თქვენი მოგება. ამიტომ ეს არის დღეს ის თემა, რომელიც აი უნდა მოვისმინოთ. თუ მოვისმინე და გაგვიმართლა და გავიგე და ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, დავამუშავოთ ეს ყველაფერი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველასთვის ჩვენთვის შანსი
რომელიც არავინ არ უნდა გაუშვას დღესდღეობით. ნამდვილად. აი ცხოვრებაში რამოდენიმე შანსი გვეძლება, ხო, ბევრჯერ წაგვეკითხია ეს, გვეძლება რამოდენიმე შანსი. მაგალითად გვაქვს მე, ხო, აი ის შანსი იყო ჩემი და გაუშვი და ცხოვრებაში ვნანოთ. დღეს ვიც ამას გაუშვებს. მე აი რა ვიცი როგორც გინდათ ისე გაიგეთ ჩემი ნათქვა, იმიტომ რომ მე კარგად მაქვს დანახული ეს სიტუაცია და ყველას ჩვენს ვინც აყვართ და ჩახედული ვართ უკვე თქვენ უშვეთ თქვენს ერთ-ერთ საუკეთესო შანსს. ამიტომ მე ყველას არ ვიცი, აქამდე არ ვამბობ გაგიგია ჩემგან ესეთი ნათქვამი, მაგრამ იმდენად მინდა ადამიანებს უფრო გავაგებინო, რომ რაღაც უფრო ისე ვეუბნები, რომ ყველაფერი გააკეთეთ დღეს იმისთვის, რომ თქვენი მოიყავოთ თქვენი ადგილი, შემოხვიდეთ და დაიწყოთ მუშაობა. ყველას თავისი ტემპია. ვიღაცა ერთ თვეში სასწაულებს აკეთებს. ეხლა ქალბატონი მყავს ჩვენ გუნდში, რომელიც აი ტაიფუნი. ტაიფუნი დავარქვით, 2 თვე არის ლია რო. არა, არც კი. ხო, თვე და რაღაცა თვე და 12 პირადი მოწვევა ყავს უკვე ქალბატონს. 1200-იანი. ხო, 12 რა ვიცი 5 თვე არ ყავდა მე პირადად. მაგარია, ყველას აქვს თავისი ტემპი. მე შეიძლება დღეს ჟილკა აქვს იმას და იმიტომ. რაღაცა გეგმები წოდა დაუსახო. რა მოიყვანა? ვით? ხო, საუკეთესო გუნდის წევრი, თავისნაირები რა. თავარია თუ ამათ გაუძლოთ. მაგრამ რა მოიყვანა? თვითონ რა რა მოიყვანა? მოიყვანა? ალბათოს აქვს 20 წლის თუ არ ვწდები. კი, მეტი კი. მუშაობის ქსელურებში სტაჟი. ყველას ეთან როგორ იცის ყველას მარკეტინგი მიგვირს, ისეთი ქალბატონი. რო გაუგია იას მოწვევა არის და იას რო შეუთავაზებია ეს კომპანია, ხო, უთქვა, შანსი არ არის რომ ეს არსებობდეს. იას უთქვა, მოდი და ნახეო, მოვიდა და მე პირველი შეკითხვა, გამაგებინე აი ეს თუ იმუშავებს ჩემი თუ მე აქედან ბონუს მივიღებ. ერთი ფთი და თუ მივიღებ ბონუსი. იმიტომ რომ საკომპანიაში არ გარც არ არსებობს ეგ არსებობს. და მან იცის ამის მნიშვნელობა და იმ დღესვე გადაწყვიტა აქ, რომ ცომე შემოვდივარ. თან როგორ შემოვიდა, იცი? ეს თვითონ არის, ესეც თვითონ არის, ესეც თვითონ არის. მეც ასე ვარ შემოსული, ეს ასე შემოსული და ბევრი ესე ვარ შემოსული. ამას კიდე თავისი დატვირთვა აქვს. იმიტომ რომ აქ რომ მე ვმუშაობ, აქაც ამდის და აქაც ამდის. მაგრამ თუ ჩვენ ამ დონეზე ვერ ვხედავთ ჯერ ამას, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაიკეთოთ უფროს ქვემოთ თქვენი სამკუთხედები, თავარია თქვენ აი ამითი შემოხვიდეთ და თქვენი ადგილი დაიკავოთ. დაიკავოთ თქვენი ადგილი და იმოქმედოთ. არ დაელოდოთ რომ ვიღაცა რაღაცა გაგიმართლეთ. რატომ უნდა გამიმართლა ხო ძალიან კაი ლალისნაირი თუ შემხვდა ქვემოთ, მაგრამ ან ყველასნაირი, ხო? სიტყვაზე, მაგრამ მე იმისთვის შენი თავისი იმედი უნდა გქონდეს ცხოვრებაშიც, ბიზნესშიც და ყველგან. მე როცა აი ხო ეს 1200 ლარი პროდუქტი უნდა გაიტანო თუ რა? არა, უყურეთ ხო ახსენი. აი ამ პაკეტით როცა თქვენ შემოდიხართ, როცა პარტნიორი ხდებით, ანუ რეგისტრაციას რო გაივლით, მაგ დროს თქვენ შექმნილი სასტარტოებია. სურათები არის თუ გინდა და აგერ გადმოგიწყოთ და განახეთ ახლა. ირჩევთ იმ პაკეტს, ამ შედგენილი პაკეტებიდან, რომელიც თქვენ მოგწონთ. მივხვდით? მერე უკვე, რო თქვენ ხართ უკვე პარტნიორი, თქვენ მოდიხართ და რასაც გინდათ იმას კიდულობ, მაგრამ აი ამ შემოსვლის დროს თქვენ რასაც გინდა იმას კი ვერ იღებთ. აი ამ 5 პაკეტიდან ერთ-ერთს ირჩევთ. ხო, რაც მოთო ეს მისაღები. ხო, ეს რო თქვენ შეგიძლიათ. ანუ პროდუქტი არ გაქვს. რა, ამაზე როგორ ჯენესი პროდუქცია რომ აი უყურეთ, აი ეს დევს ამაში. ამაში დევს სხვა პროდუქტი. ეს არის წარმოიდგინეთ, რომ ბევრად კარგია თუ დამიჯერებთ რომ ვიდრე შანელი და ვიდრე დიორი. აი მე სასწაული. თქვენ იცით ჩვენ ყველაფასიანი პროდუქცია დაახლოებით. ეს 500 ლარი ღირს. 500 ლარი ღირს. ახლა რა შედის ამ კომუნიკაციაში? გაჩვენეთ და აგიქვამ თუ არის. ანუ მარტო ბიზნეს ადგილს კი არ იკავებ. ეს შედის. საჩუქარს გაწევს კომპანია. ნუ არ არის ახლა ის 1200 ლარის, მაგრამ საჩუქარს კვილი არ გაესინჯება, ხო? მე მაგალითად საჩუქარიც რო არ ყოფილიყო, თანახმად ვიყავი ბიზნეს ადგილზე. ეივონშიც ვარ ახლა დავიწყე. ეივონმა საჩუქარი მომცა იმისთანა სხვასაც ვერ მაჩუქე.
აი ეს არის ერთ-ერთი პაკეტი. სამი რაღაცა. შეგედით ეს აი სამი რაღაცა. არც რომელი. აი ეს და აი ეს არის ქალბატონო ერთ-ერთი პაკეტი. აი შემოხედეთ, თქვენ რომ არ ვიქვათ უფრო. აი ეს. ეხლა მეორე პაკეტი. ეს კომბინაცია და ის კრემიდებს. მესამე პაკეტი დაახლოებით ეს კომბინაცია და ეს ჭიქადებს. თქვენ ირჩევთ ახლა არა ეს მინდა, არა ეს კომბინაცია. ეს კომბინაცია, რასაც ახლა აი აქ ხედავთ, რა ფასშია. აი ახლა საქონელ ბრუნვა, აი ამისი რა არის, რამდენ ფასი. ხო, კი ბატონო. 500 ლარიგით. ეს ვთქვათ მე პარტნიორის ფას დიახ. ახლა ვიტყვი. თქვენ ხო არ ხართ ჯერ პარტნიორი. ეს 24 ლარიგით, 26 ლარიგით, 14 ლარიგით, 14 ლარიგით და ესეც 10 თუ 12 ლარიგით. ხო? აი ეს მოგდით საჩუქრად. საჩუქარი არ არის ამის საფასურის 1200-ის. ეს არის უბრალოდ საჩუქარი. კომპანია შეეძლო. მე ისე შემოვიდოდი საერთოდ, სულაც რო არ ყოფილიყო საჩუქარი. მე შემოვედი ბიზნესისთვის. მე ადგილი ვიყიდე. მადლობა კომპანიას, რომ საჩუქარი მაჩუქა. კიდე რომ მე დამეტის აი ეს კრემი ჩემი ის არის მონახმარი. ეს არის ჩემი პირველი სასტარტო ნაკრები. აი ვერ ვცვლი ამას, რამდენი ვიხმარე იმის მერე. საუკეთესოა ერთ-ერთი ეს კომბინაცია. აი ამ კრემი, აი ამ შემადგენლობით და აი ამ პროდუქტ ერთხელ მაინც უნდა გავანებიბროთ ცხოვრებაში ჩვენი თავი. ბევრჯერ გვიყიდია ჩვენ 500 ლარიანი სახის მოვლის საშუალებები. ნაკლე სახის მოვლის. აი ეს აი შეგიდებს აი ეს. აი 3 წელი შვეიცარიული ბრენდის. კიდე მაქვს ის სახის დასაბანი გელი. დამრჩა. აი უნიკალური თითქოს ახლა გამოვიწერეო. რამდენი გელი გქონია, მაგრამ ამისთანა ხო არც ერთი არ იყო. 3 წლის მერე ნინო. ძალიან მეც ესე აფრთოვანებული რამდენი გავსი. ეს კიდე საოცარი. ესეც ისიც საოცარია, ახლა ყველა არ გვიძებს, იმიტომ რომ სტარტები მოსასვლელი არის. ეს ჭიქა. ეს არ არის. ჭიქა ყველაზე მთავარია. ეს აი ამის გულისთვის სამი აი ესე მე მქონდა, ეს არ იყო თავი და ეს მქონდა, ეს მქონდა, ეს მქონდა. რო შემოვიდა ეს ჭიქა, მე ვიცი წყლის მნიშვნელობა და მე მაინტერესებს ჩემს ორგანიზმს მივაწოდო ჯანსაღი წყალი. ამის გულისთვის გავაკეთე მე-4 ადგილს, ეს მიმიღო. ეს ცალკე არაა ჩვენთან გაყიდვაში. რა არის ახლა ეს ჭიქა? ეს ჭიქა არის ტურმალინი და მინერალები, რომელიც წყალს მუხტავს უარყოფითად. ჩვენს ორგანიზმს ჭირდება უარყოფითად დამუხტული წყალი, რომ მიიღოს ჩვენმა უჯრედმა. მაგალითად, ჩვენ რო 2 ლიტრა წყალს ვსვამთ ონკანიდან. ჯერ ონკანიდან როგორი წყალი მოდის დაბინძურებული, ამაზე არ დავიწყებ საუბარს. იქ რკინას შეიცავს, მეტალებს შეიცავს, ქლორს შეიცავს, რომელიც პლაზმას შეიცავს, რომელიც ანგრევს ჩვენს ორგანიზმს და გარდა ამისა, ის წყალი არის დადებითად დამუხტული. რამდენი აქვს მუხტი, იცით? ონკანის წყალს აქვს დაახლოებით 200 პლუს 200. წარმოიდგინეთ, ჩვენს ორგანიზმს ჭირდება მინუსში წყალი. რაც მეტია მინუსი, -100, -150, -200, მით უფრო კარგია ჩვენთვის და აი ეს აკეთებს ამის დამზადებას. აი 15 წამში. შეანჩე. რა გემო აქვს მე? აი ეს ხო, ქლორის გემო ამას არ აქვს. ეხლა აი ეს გემოები ლაყე, რაღაცა სუნი აღარ აქვს. ამას ზღაპარი ხო? წყაროს. და აი ეს წყალი გაქვთ თქვენ. მე სახშიც ვიყენია ფილტრები. ფილტრიც გვაქვს ჩვენ ამ კომპანიის იაპონური ბრენდი, სადაც პირდაპირ აყენებ ონკანზე და უწყვეტად გაქვთ წყალი 2 წლის განმავლობაში მთელი ოჯახისთვის. მაგალითად აი ეს მაქსავში. მაგრამ ახლა რამდენი უნდა გავაკეთო ამითი რომ ეს სადილე მოვხარშო. მაგალითად წვნიანი. ამიტომ მე ონკანზე მიყენია ის ჯერ მთელი ოჯახი სვამს ამას, მეორე თუ იქ ქლორიან წყალში ვხარშავ წვნიანს რა მნიშვნელობა გრასდავლევ. ხო? ამიტომ ისიც ერთ-ერთი საუკეთესო და საინტერესო პროდუქტია ძალიან. აი ეს ვისაც ამ მიმართულებით გინდა. ვიღაცას კოსმეტიკა აინტერესებს, ვიღაცას ეს აინტერესებს, ამიტომ არის არჩევანი. ვის რა გინდათ? მოკლედ ეს მინდოდა მეთქვა და ამითი შემოვიფარგლებ. თქვენ რა შეკითხვა გაგიჩნდათ, რამე შეკითხვა თუ გაგიჩნდათ? საბატონო საკონტროლო გასწავლა 1.90. აი ამ გოგონას მის შეკითხვა მინდა. აი მაინტერესებს მაგალითად პარტნიორი რო გაგვხდე დაახლოებით რამდენი ლარი უნდა დავიწყო? ეგ ვერ
მეც ვერ მივხვდი და 1200 აღარ 1200 ვიყიდ. უნდა იყოს უეჭველი, ანუ აი უყურეთ ეს არის ბიზნეს პაკეტი. ბიზნეს გააჩნია რისი გაკეთება გააქვთ თქვენ თუ ჩაფიქრებული. აი ეს თანხები გინდათ გამოიმუშავოთ ბიზნეს პაკეტით უნდა შემოხვიდეთ როგორც პროდუქტი რომ მინდა სიტყვაზე მარტო ჩემთვის პროდუქტი რო გინდოდეთ თქვენ შესაძლებელია რომ თქვენ შემოხვიდეთ 280 ლარიანი პაკეტი იქ მიიღებთ სხვა საჩუქარს არა ამას იქ მიიღებთ აი ამ იქაც გაქვთ 50%-იანი ფასდაკლება 3600 ლარის მაგივრად მიიღებთ 840 ლარს ხო რომელიც შესაბამისია თქვენს ინვესტირებასთან და ჩვეულებრივად მოწვევებით შეგიძლიათ, მაგრამ შედარება რა არის, იცით? თუ თქვენ ხართ პატარა პაკეტით შემოსული, ანუ სამომხმარებლოთი და აქ ყავთ მოწვევები. აკეთებთ მოწვევებს, ხო? და გინდა თანხების გამომუშავება. 370 ლარს კი ვერ გამოიმუშავებთ ამ პოზიციაში, გამოიმუშავებთ 50 ლარს. მაინც გამოიმუშავებთ, მაგრამ ერთი პლუსი აქვს ახაც. თუ ადამიანმა დაინახა ეს პოტენციალი და სხვა ვარიანტი არ აქვს. სულ რო არ შემოვიდეს, იმას ჯობია შემოვიდეს 280 ლარით, ანუ 55 პივიანია ეს აკაუნტი და მალევე გააკეთოს აპგრეიდი. ანუ ასწიოს თავისი პაკეტი აქამდე და უფრო მაღლა, რომ აი ეს შემოსავლები მიიღოს. და აი როგორ ავწევთ მე ჩვენ პაკეტს? როგორ წევთ პაკეტს? მაგალითად თქვენ შემოხვედით 280-იანი პაკეტი. კიდე ჩემთვის სიტყვაზე რაღაცეები. შემიგზავნა. არა, იქაც შესყიდვით არა. პაკეტის შესყიდვით იზრდება სტატუსი. მაგალითად, თქვენ შემოხვედით 280 ლარიანი არის 55 პივით. ჩვენ რომ გავხდეთ პლატინა, ანუ რომელზეც საუბრობდით, არის 275 პივის. მინუს 55 პივი გაკეთებული გაქვთ, რამდენი გჭირდებათ? 220 პივის გაკეთება გჭირდებათ. 220 პივი რო გავყოთ 55-ზე 4 პაკეტია. ესე იგი, თქვენ უნდა დაამატოთ 4-ჯერ 55 პივის. მაგრამ ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ეტაპობრივად. მაგალითად, ახლა ერთი ქალბატონი ყავს ჩვენ აქ, ჯერ ხო საერთოდ აი ამ 280 ლარის საშუალება არ ქონდა ამ ქალბატონს. და ძალიან ისე მოვიდა ჩვენთან შეუწყოთ ხელი და ქალბატონმა დაიწყო პროდუქტის გაყიდვა და დააგროვა სარეგისტრაციო ფული ეს 280 ლარი და შემოუერთდა კომპანიაზე ეს ერთ-ერთი ძალიან აქტიური ქალბატონია ყიდის პროდუქციაზე ძალიან კარგ თანხას გამომუშავებს ხო ეს ამ თუ მონდომებული ადამიანი ყველაფერი შეგიძლია ეხლა უყურეთ თქვენ შემოხვედით 280 ლარი და გინდათ აპგრეიდის გაკეთება აქვე შეგიძლიათ თქვენ თანხები დააგროვოთ. მაგალითად, თქვენ გაყიდეთ 10 ცალი ტკბილის პასტა. გამოიმუშავეთ უკვე 100 ლარი. ხო? გაყიდეთ 10 ცალი ალოე. სადაც უგებთ რა ვიცი. მაგრამ ეს როგორ უნდა გავაკეთო? მე ხო 280 პაკეტით შემოდივარ და იმ პაკეტში რა არის? მე ხო არ ვიცი. უყურეთ ახლა, აქაც გეტყვით მაგას. თქვენ ფული შეგიძლიათ შემოხვედით, ერთი შემოდგით, მომხმარებელი ხართ, უკვე სიტყვაზე პარტნიორი ხართ. თუ ფული არ აქვს, გაყიდვებზე იმუშავოთ და დააგროვოთ ფული და იყიდოთ მერე ისე 280-იანი პაკეტი. და გაყიდვებზე როგორ ვიმუშაო? მე ვიყიდო აქ. ხო, მოხვალ და შენი იმით 280-ით ხო ხარ შემოსული სიტყვაზე, ხო? იმ 280-დან შენ ხო გაქვს 840 ქულა პივი. კუპონი ხო? ფასდაკლებით იღებ უკვე იმას და იქიდან მერე რომ მოაგროვებ და კიდით 20 ლარში. უყურეთ 100%-იანი მოგება გაქვთ. მერე ან ისე გაქვთ თანხა სიტყვაზე მე ახლა გაყიდვებითაც შეგიძლიათ ვთქვა რომ მოაგროვოთ. როგორ წევთ სტატუსს? 55 პივიანია ეს. კიდე დავამატებთ ამას 55 პივის, გავხდებით ეს არის ბრონზა, ვერცხლი. კიდე დავამატებთ 55 პივი, იგივე 280 ლარია. მაგას ჯობია პირდაპირ 1200-ად შემოხვიდე და პირდაპირ იყიდო აი ეს პაკეტი 3600-იანი. კითხულობს ადამიანი თუ არა. ხო, გასაგებია. შანსი გაქვს, რომ შენ თანდათან მერე შეგიძლია თვითონ გააკეთოთ, შეგიძლია უცხოდ გააკეთოთ. ხო, აქ რა შედის ახლა იმ პატარა პაკეტში? უყურეთ, მაგასაც გეტყვით და შედის ერთი
აი ეს უნიკალური სახის კრემი. უყურეთ? ბოდიში. აი ეს შედის 280-იანში, როცა თქვენ 280-იანით შეგუძ. ეს არის უნიკალური, რა ვიცი, ჩვენი ფავორიტი დუშკელი, რომელიც არის ძალიან დიდი კონცენტრატი და აი არ ვიცი. დუშკელი ვიცია. შხაბისგან. ეს კბილის პასტაზე ვისაუბრეთ, ეს შედის, ეს უნიკალური კრემი საოცარი წელშემოგვივიდა ეს პროდუქტი, რომელიც აი ტოვებს სახეს შტაბეჭდებას, თქვენ თითქოს ტონალურს ისმენთ. აი ესეთია ეს კრემი. როგორც ბიბი კრემია და აი დაახლოებით ესეთ ეფექტს ტოვებს და შედის ორი შეკვრა ეს ალოე ვერას ნიღაბი, სადაც თითოში 8 ცალია, 16-იც არის. ეს რის მიღებია სახის? სახის. აი ეს პროდუქტი შედის, როცა თქვენ 280-ით შემოდიხართ. კიდე მეორე პაკეტი გვაქვს 2 კრივი არის საჩუქარში. ერთი კრივის პასტა და კიდე ერთი საპონი. უბრალოდ კრივი ამ წუთას არ არის საწყობში. რაც საწყობში არის, იმას გეუბნები. კიდე გვაქვს ერთი პაკეტი ამ სეგმენტში. ორი აი ეს. აი ორი პლასტირი, ეს მეორე პაკეტი. თქვენ არჩევთ, ეხლა არა ეს მინდა, არა ეს მინდა, თქვენი ნება. აი ეს, ახაც ეს და სალო შემახსენე რა შედის? დიდი შხაპისკენ. დიდი შხაპისკენ. აი ეს შედის მეორე პაკეტში. აი ეს. ეს ეხლა თქვენ არჩევთ, არა ეს მინდა, არა ეს. ესე იგი აი 280-იანში ეს ეს ორი საჩუქარში მაგარი. არა ერთი, ან ეს, ან ეს. რომელიც მოგეწონება, იმას აიღებ რა. თქვენ რომელი აიღეთ გამახსენებთ? ხამის პაკეტი, ხო, ხამის ნაბორი. ეს რაღაც თემებს დავაანონსებ და მოვდახეთ მერე ყურადღება. რატო რა მხება? სასაჩუქრეში არა. ეს არის ოფიციალურად, როდესაც წევრიანდები. მაგრამ როდესაც იმის მერე უკვე რაც გინდა მთელი მაღაზია წაიღე თუ გინდა. ხო. ეხლა მიხვდით ხო თქვენ? თუ თქვენ ყველანაირად ჯობია. რა თქმა უნდა. შემოხვიდე ამით, იმიტომ რომ შენ როცა ადამიანებს მოიწვე, წარმოიდგინე, თუ თქვენ ხართ პატარა პაკეტით შემოსული, თქვენ გაგეჭირდებათ რომ ადამიანს ამით გაჭირდება. მოდი მე პატარა პაკეტით ვარ და მოდი შენ დიდით შემოდი. ვითაც შემოდიხარ, იმით შემოდიხარ, იქი იმით მოდი შენთან ხალხი. სიტყვაზე. ხო? და სად 370 ლარის ბონუსი ერთი და იგივე შრომაში სად 50 ლარი, ხო? ამიტომ ყოველთვის ჯობია, მაგრამ თუ გამოუვალე სიტუაცია არის, შემოდგი ფეხი იმითი ჯობია რა, და 1200 ლარი ჯობია. რა თქმა უნდა. თავისთავად ჯობია, ამაში ორი აზრი არ არსებობს ქალბატონო. ეხლა მაგალითად ჩვენ უნდა იწვალო და რაღაც. ჩვენ ვისაც უკვე გვაქვს ეს პაკეტები, უკვე ვფიქრობთ ავწიოთ ბრილიანტამდე და რატო? თუ ჩემი შემოსავლები 10%-ზე მრავლდებოდა, მე თუ უფრო მაღალი პაკეტით ვიქნები. კიდე ორი პაკეტია ზემოთ. ბრილიანტამდე რო აღწევ, ჩემი შემოსავალი 12% იქნება და სამჯერ მეტი იქნება ჩემი ბონუსი. თუ მე კიდე ყველაზე მაღალ ბონუსამდე იმამდე ავწევ სტატუსამდე 15%-ია ჩემი შემოსავალი. ეხლა კიდე ერთი შეკითხვა. აი 1200 ლარით რომ მოვიდე. ხო. აი რას ავიღებ? აი ამებს. ამებს. საჩუქარში აიღებთ ამას. 500-იანი ნატრები. ან აიღებთ ამას. ეს ავიღოთ. აი ამას, ნუ ეს ახლა ლამაზად ვთქვათ ყუთში. და ამ შემთხვევაში, ჭიქის შემთხვევაშიც იგივე რჩება? ხო, არა, იმიტომ რომ მე როდესაც მაშინდელი ის იყო. თვალის. ახლა არ არის. ხო. სხვადასხვა. ეხლა ამ დროს ეს შეიძლება ეს იქნება მე 1200 ლარს შემოვიდა. და აი ამას წაიღებ საჩუქარი. ამით კი არ ვყიდულობ რამეს. ეს საჩუქარია, ხო? და შემდეგში უკვე შემიძლია ფასდაკლები 7 ლარებში და იმაში რა, ეხლა ხო. ეს თუ 14 ლარი ღირს ამისთვის, შენთვის ეგირება 7 ლარი. გასაგებია, მე იმ 1200 ლარში არაფერს არ ვყიდულობ. აი ამას არა. თქვენ არა. ეს საჩუქარი მოგდის. საჩუქარი
ხო. ადგილში ვაცნობ პირადი გამოდის რომ ქიროს მაღაზია ხო ადგილს ნახეთ ახლა რატო უნდა მოიკავოთ ადგილი ნახეთ ქალბატონო ჩვენ აყავს რუსეთში ერთი ქალბატონი ხონდა ქვია ამ ქალბატონს მოიკავა ადგილი იმიტომ რომ მივხვდა რომ ახალი კომპანია იყო და აქ შეიძლებოდა ფულის კეთება და თავის საქმე ჰქონდა მარტო ყიდულობდა შამპუნი რაღაცა რაც დაჭირდებოდა და ერთჩვენიერ დღეს ზევიდან ჩამოაგდო სპონსორმა ვიღაც ადამიანი რომელმაც 9 მილიონი კაცის სტრუქტურა შექმნა ქვევით და მარტო აი ამ სტრუქტურით რო თქოს მე ხონდას რომ ფულს კარგაო თუ ყოველთვე 15 პივის შეკვეთას არ გააკეთებო 15 პივი არის 200 ლარი დაახლოებით 200 ლარის პროდუქციას კიდულობს ეს ქალბატონი ყოველ თვეს ჭირდება ისედაც შამპუნის მაინც ჭირდება და იცით რამდენს იღებ შემოსალვა $20,000 $20,000 მარტო აი ამ მარტო ერთი ფრთიდან მე აქ უკვე თავისი 4 შვილი გააფორმა უკვე და აქ დაიწყო უკვე მუშაობა და უკვე განავითარა ეს სტრუქტურაც მენეჯერების ხელფასიც დაისვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და პლუს ამას კი შენ როდესაც შემოდიხარ დაუშვათ 275 პივით ანუ 1200 ლარით და შენს ქვემოთ ესე იგი ეს 1200 ლარი არის 275 პივი ხო ხო და ის 280 ლარიანი პატარა არის 55 პივი ნახეთ რამხელა განსხვავება არის ხო და ყოველთვის მომგებიანი არის ეს იმიტომ ეს არის ბიზნეს პაკეტი იმას იმ 280 პატარებს კიდულობენ უბრალოდ მაღაზია რო შეიცვალონ თორე აქ რო ფული კეთდება და რაღაცა იმას უკვე აღარ აფიქსირებს ხო აი ეს 280-იანს რო შემოვიდან მაშინ ნუ რაღაცა ეს საჩუქრები მარტო იებაშავეთ ხო რასაც მინდა მე ავიღებ კი კი ბატონო მაგრამ 1200-ით რო შემოხვალთ უკვე თქვენი მოწვეული ხალხიც ისე შემოვა როგორც თქვენ შემოხვედით და აქ გიჯდებათ ძალიან სოლიდური თანხები შენ რო შემოხვიდე 280-ით და მაგალითად მე მოვედი 1200-ით შენ სხვაობა დაგიჯდება არ დაგიჯდება შენ ის 370 ლარი რაც უნდა დაგიჯდეს 1200-ით როცა შემოხვალ ამიტომ ხო ნახეთ როგორი მომენტი არის აქტუალური თან შენი სპონსორი გიყრის ხალხს ქვემოთ ერთ ფეხში სპონსორი გაძლევს რა ხალხს თქმა უნდა თქვენ და სპონსორი ავითარებთ ერთ ფთას თქვენ ფაქტიურად მეორე ფთაზე უკან იყო რაღაცა იმპულსი ის უკან აი აქ არის ნახეთ ეს მიყვარს მე ძალიან 1.990 ქვია ამ ფორმულას და ნახეთ როცა რაღაცა კომპანია შემოდის ყოველთვის ესე ხდება პირველი 1% შოულობს ძალიან დიდ ფულს მერე 9% უყურებს ეჭვით აბა განვითარდება არ განვითარდება იშოვიან ფულს გაამართლებს არ გაამართლებს და როგორც კი გადის სადღაც 1-2 წელი სასწრაფოდ უერთდება ეს 9% ესეც კარგ ფულს შოულობს მაგრამ ასეც არა რასაც 1% და აი ეს 90% არის უკვე კმაყოფილი კლიენტი ირინა ფულს ვეღარ შოულობენ მაგრამ პროდუქციას ყიდულობენ და არიან კმაყოფილები მიხვდით და ნახეთ რა სიტუაციაში ვართ აი ამ 1%-ში მოდის ჯერ ხალხი იმიტომ რომ 3 წელია და 1-დან 5 წლამდე არის ეს 1% გროვდება მიხვდით და აი ამას ძალიან დიდი ფული ეკნება აი ამას უნდა მიხვდეს ადამიანი თუ მოწვევები ვერ გააკეთე და რაღაცა მარტო გაყიდვებზე იმუშავებ და ეგ იქნება ეგრე არა ნახე ირინა რა მოხდა მე ზუსტად იმიტომ ავხსენი ხონდას ამბავი აქ შეხედე ხალხი ჩამოგეყარა ქვემოთ ზემოდან მე ძალიან მომწონს ეს ბიზნესი ძალიან მომწონს პროდუქცია აი ყველაფერი მომწონს ამ კომპანიაში რაც სხვა კომპანიებში არ ყოფილა ესე და ნახე რა მოხდა აი აქ რომ მოიკავა იმ ქალმა ადგილი არაფერი არ გაუკეთებია თავის საქმე ჰქონდა და აქ ჩამოუვარდა ვიღაცა და განავითარა აი მარტო იმიტომ ღირს აქ ადგილის მოკავება მიხვდით ქალბატონო ნო შეიძლება ჯეკპოტი მე რა გამაჩერებს ესეთი ბიზნესია ავტობუსიდან კაცსა უშვებს მომიჯდება გვერდით ყველას ტელეფონს ვართმევ და ყველა მოყავს კომპანიაში მიხვდით აი ეს უნდა დაინახოთ მოგოებო აი ეს უნდა დაინახოთ
ეკოპროდუქციას კიდევ და კიდევ უფრო მეტი ფასი დაედება. გოგონო და თქვენ პირველები ხართ. არა, ეხლა ვყიდულობთ ეკოპროდუქციას, ვყიდულობ, ისე არ ვყიდულობ. კი, ზუსტად. ბრონზა. ბრონზა ქართულად მეგონი სხვანაირად არის. ბრონზე ჩვეულებრივად. ბრონზია რა? მეგონს ქართულად სხვა ქვია. არ აქვს მნიშვნელობა. ხო, არა. აქაც აკეთებთ მოწვევებს. თქვენ არავინ არ გეუბნებათ, რომ აქ ადამიანები არის. მოიწვიეთ იგივე პაკეტები. ან არ აქვს მნიშვნელობა. თქვათ აქეთ ერთი დიდით მოიწვიეთ. არა ხო იცით როგორა ძირითადად შენ რომლითაც ხარ იმითი იწვევ. ჯერ შინაგანი არის რომ არ გაძლევ შენ იმის იმას რომ შენ პატარათი ხარ და ვიღაცას დიდით იწვევ. მაგრამ თქვათ აი ასე მოხდა. არა თუ კი მოვიდა რატო? არ აქვს მნიშვნელობა. უყურეთ რატომ აქვს მნიშვნელობა ბინარისში თანხის გამომუშავების შემთხვევაში თქვენ რა პაკეტით ხართ შემოსული. ესე იგი 5%-ზე მრავლდება თქვენი შემოსავლები. ამ შემთხვევაში იქ ხო 10%-ზე მრავლდებოდა. აქ მრავლდება 5%-ზე. და თქვენ ღებულობთ აქ მოწვევის არა აქვს ამას ხო იცით იქ რომ 35 ლარია ერთ კაცზე მოწვევის არა აქ ორი ბონუსი გიჯდებათ. ეს არის ერთი დონის ბონუსი, რომელიც არის 41 ლარი და მეორე იმის ჯგუფური ბონუსი, რომელიც არის 7 ლარი და რაღაცა. და დაახლოებით 59 ლარამდე ღებულობთ თქვენ, 50 ლარამდე. ამას თეთრები მოყვება უკან 41 და 80, 7 და რაღაცა და ჩათვალეთ რომ ჩვენ უბრალოდ აქ 58 ლარია. აი ამას მიიღებთ თქვენ, როცა თქვენ აი ამ ასე შემოდიხართ. ახლა შეაგდარეთ აბა, თქვენ ხართ დიდი პაკეტით. მოიწვიეთ დიდი პაკეტებით. და რას მიიღებთ? თქვენი მოწვევა თქვათ ეს ორივე, 35 ლარი ერთი, რომელიც ამას არ აქვს, 35 ლარი მეორე პირადი მოწვევის, წყვილი რო შედგა 7 ლარის ნაცვლად თქვენ ღებულობთ 41 ლარს. ბოდიში 7 ლარის ნაცვლად თქვენ ღებულობთ 71 ლარს და დონის 51 ლარის ნაცვლად თქვენ ღებულობთ 229 ლარს. ეს რო დავაჯამოთ აქ რამდენიც არის? აქ მიიღებთ 370 ლარს. ეს არის სხვაობა. იმიტომ რომ თქვენ რომელი პაკეტით ხართ შემოსული ის განაპირობებს ამას. აქ 5%-ზე მრავლდება, აქ 10-ზე. თქვენ როცა ხართ პლატინა ქვია ამ პაკეტს 10%-ია ეს. თქვენ როცა ხართ შემოსული მაგალითად ყველაზე მაღალი პაკეტით კარონათი. უყურეთ როგორაა შემოსავლები 1650 პივია ეს. დაახლოებით 7000 ლარი ღირს შემოსვლა დაახლოებით. ყველა ვინც დაინახა ეს ბიზნესი კარგად და სწორად შემოდიან ამ პაკეტით, ამითიც კი არ შემოდიან უკვე იმ ქვეყნებში, სადაც კარგად განვითარდა ეს ყველაფერი და რატო? თუ აქ მე ვღებულობ 229 ლარს, იქ ვღებულობ ამის ნაცვლად 6-ჯერ მეტს. წერია აქ მივიღებ დაახლოებით 1360 დაახლოებით 2000 ლარზე მეც ვღებულობ იგივე კომბინაციით. ოდე იმადაც დიდი თანხა უნდა ჩაგონ თავის. ხო, მაგრამ ამაზეა მაგალითი და ყველა აკეთებს ამას, ან აპგრეიდებს აკეთებს იქამდე. ახლა ჩვენ სასტარტოების ჩამოსვლას ველოდებით და პირველი მე გავაკეთებ მაგალითად კიდევ ერთი დავწევ ჩემს სტატუსს ველოდებით როგორიც მინდა. და თუ მე 10% ღებულობდი, აი ამას 71-ის ნაცვლად მე მივიღებ 12% და ეს იქნება ბევრად მეტი. თუ კარონა გავხდები 15%. აქიდან კარონამდე 6-ჯერ მეტია შემოსავალი. აი აქიდან თუნდაც კარონამდე პროცენტი 2%-ით მეტი, 5%-ით მეტი, თანხობრივად 6-ჯერ მეტი გამოდის. ეს აქამდე ბრილიანტამდე 3-ჯერ მეტი და კარონამდე 6-ჯერ მეტი. ჩვენი ბეწერტილი უნდა იყოს კარონა. აუცილებლად ჩვენ დავიწყებთ ამაზე მომავალ ოღონდ კორონა არა. არა, ოღონდ კორონა. მოკლედ აი ეს არის სხვაობა, ხო? კიდე რა შეკითხვა გაქვთ თქვენ?
მოგებო, მოკლედ, ეს კომპანია არის ჩვენი სიხარული. აი გეუბნები, ყოველი დილა ამით იწყება, საღამო ამით თავდება. შუადღისით იმაზე ვფიქრობთ, როგორ მოვიწვიოთ ეს ხალხი, რომ ყველამ გაიაროს ეს სიტუაცია, ყველა გაბედნიერდეს ჩვენსავით. აი ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ამ პროდუქციის გარეშე და ამ კომპანიის გარეშე როგორ ვიყავით, ხო? იმდენად კარგი პროდუქცია, გავიტანე სახლიდან მთელი ქიმია. აბსოლუტურად ყველაფერს ხმარო გრინიფის. ხო, ახლა სახლისთვის მაინც სამომხმარებლო პირობებში. ხო, აი ჟელენ, სარეცი, ჭურჭლის სარეცმა ჟელენ ისეთი ის მომცა ჭინჭრის ციება დამართა. ვეღებინები შეიძლება. ნუნუკას რო ისა. იმასე რა ქვია, ვერ ვიყენებ. ქიმიის საწმენდი ისინი. აი, პანკრეასი ისა. იას რო ქონდა ჭინჭრის ცხელება რო ქონდა. წელი ვერ მოვიშორე. შევიცვალე პროდუქცია. ეხლა მინდა რომ ჩაატაროთ ცდა რო დაინახონ. რას წარმოადგენს ეს ნივთიერება? ეს არის ლაქების ამომყვანი. ეს არის სასწაული. ეს ტანსაცმელზე ყველაფერზე. აი ახლა ნახე, ჩატარდება აქ ცდა და ნახე. ეს ცდაც ძალიან მაგარი ცდა იყო და ჰიგიენურებზეც ძალიან. ურთიერთობისთვის რაღაც მოვიტანეს, თუ მავიწყდებოდა და ეხლა გამახსენდა. ამის წოთი არისო, რა წოთი იყო. ამოსაყვანია თუ როგორ ფიქრობ, აი რა კარგია, ეს მინდოდა ზუსტად. ამით მუშაობდით ეგ რა. ჟანი შპრიცი. აი ეს ნიკოლინი და იმისის. ავიწყეთ უფრო ამოსაყვანი ადვილი თუ იოდი. რო დაგესხა. იოდი ალბათ. ამოსაყვანი. რომელი უფრო ადვილად ამოდის? იოდი თუ ყავა? რატო? იოდი არის ყველაზე ძნელი ამოსაყვანი. იოდი? მე იოდის დეფიციტი რომ მქონდა, რით გავიდე, იცი? ბოთლი გადამიყირავდა ხელში, მივდიოდი სამსახურში. აი, როგორ წავიდე, ვიძახი და ჩემო გოგონა იმაში ჩაყავდა უყურე ერთ წუთი. ეს იოდია? იოდი დაასხა. და ახლა უყურებ კი როგორ ეს იოდი დავასხით და ახლა უყურებ 5 წუთი უწერია ამას. დაველოდოთ. მოსყურებია. როგორ ბაცდება? 5 წუთიც კი არ ჭირდება. ესეთი ინსტრუქციაში უწერია, სასურველია სანამ თქვენ ლაქას დაამუშავებთ ქიმიურად. მანამდე გამოიყენოთ ეს, იმიტომ რომ იმ ქიმიურს კიდე სხვა ისინია. ბევრი რო არ ვაცალოთ, სიტყვაზე დავაკეთოთ, რომ რო არ წაგვარდოს. აი, всё, აღარ არის უჯება. ძალიან მალე სულ საერთოდ აღარ. მაშინ მიესხავთ და უშვეთ. მიგინ კარგი, ჩინგენ კარგი. ისე რომ მაგ 280 ლარიანი პაკეტიც შეიძლება. ისე რომ საერთოდ აღარ აი ჯობია რომ 1200-იანია. თუ არის საშუალება, ჯობია 1200-იანი ყველა ვარიანტი. ხო და ახლა იმას ვამბობ, ის ბლუსკარაც ვარჩევ. ხო. აი ამ საფენებით 23 დაავადება დავამარცხეთ მე და ერთმა ქალბატონმა 23 დაავადება ჰქონდა. ეს რომელიც სისტემის საოპერაციო იყო, დაგროვებდა ოპერაციის ფულს და როდესაც მიხვდა რომ არაფერი საოპერაციო აღარ ჭირდა, ძალიან ბევრი დაავადება ჰქონდა. ბოლოს უხარი აღარ წერ მეთქი, ქალური დაავადება ჰქონდა და 23 დაავადება რომ დავამარცხეთ და ოპერაციაც აღარ ჭირდებოდა, იმ დაგროვილი ფულით სულ ეს საფენები იყო. ისეთი გახარებული იყო, ხო? კეისები იყო ესეთი და 19 ასეთი შეფრა ჩადიოდა შიგნით. ხო, აი ნახეთ, პირველი კომპანია იყო ვინალაითი, სადაც მე მიმყავდა პარადი. ეს იყო სასწაული. აქედან გაიცნო ხალხმა ეს ჰიგიენური საფენები. წარმოიდგინეთ და ეს არის სასწაული. აქ ისეთი რაღაცები კეთდება. ჩინელები ამბობენ ესეთ რაღაცას, რომ აი აქ არის გახსნილი არის ნინო ესა. აი ეს საფენი ერთი ცალკე. აი ეს რა. ძალიან გვაჩვენა რაღაც. აი ნახეთ. გვაჩვენა, აკროიონიზატორია. ეს არის ჩიპი მეგობრებო. მაგრამ ისეთი რაღაცა გამოიწვია ამ ჩიპმა, ხო იცი, ჩიპიო აქ დაგიმაგრებენო და მე ისაო და რა თქმა უნდა ახლა აქედან ინფორმაციას გებულობდნენ
სასწაული იყო მოკლედ. მღვდლების ჩარევა და მთელი ამბები პირველი რო იყო. არა და არის იონიზატორი, დავარქვი მე იონიზატორი, იმიტომ რომ ანიონები ამოიხსნება აქედან. ანიონი არის უარყოფითად დამოხტული ნაწილაკი, რომელიც აი ჭექა-ქუხილის დროს, წვიმის დროს, თოვლის დროს ხდება იონიზირება ჰაერის. მიხვდით? ამიტომ არის სუფთა, აი ან რომ მოთოს, ან რომ მოწვიმს, ხო? სუფთა ხდება ჰაერი, ზუსტად იმიტომ რომ იონიზირებული ხდება. აი ამას აკეთებს ეს საფენი. ნახეთ რა ხდება? აქ არის ვერცხლის ძაფები შიგნით და რას აკეთებს? ჩინელები ხსნიან ესე. ფეხების ხახუნის შედეგადო წარმოიშობა შიდა ქარიშხლის ენერგია. და ეს შიდა ქარიშხლის ენერგია აქტიურებს ამ იონიზატორს და 1 კუბური სანტიმეტრიდან ამოიფრება 4800 ანიონი. წარმოგიდგენიათ? ეს შედის საშოში და თუ რამე ბაქტერია, ინფექცია, ვირუსია, ეს ანიონი ხო უარყოფითად დამოხტულია, სიბინძურე და ჭუჭი და ბაქტერია და ბაცილა და ინფექცია ყველაფერი დადებითად არის. იზიდავს ერთმანეთს, გაიგეთ და ყველაფერი გადმოდის აი ამ იონიზატორზე. ეს ყოველდღიურია. ეს არის ყოველდღიური. არა, ყოველდღიური კიდე სხვა. ეს ჰიგიენურია თუ ყოველდღიური? ყოველდღიური ციკლის. ხო, მაგრამ მარტო ციკლის არ არის მეგობრებო. შეიძლება 60 წლის ადამიანმა იხმაროს ეს. და რატო? აი ეს არის ყოველდღიური. ესეთი გამოიყენა. ნახეთ, ამით იწყება მკურნალობა. ეს სამკურნალო საფენია, მარტო ციკლის არ არის. ციკლის როდესაც ხმარობ, სისხლი ნაკლებად იხრწნება, მიხვდით, სუნი ნაკლებად აქვს. ხდებით? აი იმიტომ რომ ეს ანიონები აკეთებს ყველაფერს ამას. და ჩვენ ყავდა ერთი ქალბატონი, რომელსაც საშვილოსნო ჰქონდა გამოღებული და ძლივს არ ნახე ერთი პროდუქციაო, რომელიც არ ჭირდებაო და მაშინ პროფესორი იყო ჩინელი ჩამოსული და იცი რა თქვა? ქალბატონო, თქვენ უნდა იხმაროთ ზუსტადო, როგორც ნარკომანი, ისე უნდა იჭდეთ ამ პროდუქციაზეო. რატო და თქვენი კარი ეხლა ღია არისო, მოგზანდით ვირუსებო, ბაქტერიებო, ინფექციებო. თქვენ სანამ ოპერაციას გაიკეთებდით, თქვენ დამცავი ფუნქცია ჰქონდათო. ეხლა არაფერი აღარ აგახდა, ეს დაგიცავთ, გილოცავთ ამისთვისო. ამას რო ხმარობთ და ეს სიბინძურე რო გამოდის გარეთ, ქალბატონო, იცით რა ენერგია გეძლევათ? დაფრინავთ აერში. იმიტოა ეს საფენი ასეთი კარგი. ეს 7 და 14 კი არ უნდა ღირდეს, 100 ლარი უნდა ღირდეს, დამიჯერეთ. ისეთ რაღაცებს აკეთებს ორგანიზმი. ეს არის ერთ-ერთი Always-ის საფენი. წებოც კი ის აქვს, საჭმელი წებო აქვს, აი Always-ის წარმოიდგინეთ. შეფუთვა ერთ-ერთის ასეთია, ზოგიერთის კიდეს აქ რა არ შევა ეხლა, რომელი მიკრობი არ შევა აქ და ისე არ შევა. ხო, თან ნახე რა თხელია. ყველას Always-ა. ეხლა შეხედეთ ამას. ეს არის დაჟე უფრო დიდი ვიდრე ჩვენი შედარებით ვთქვათ. ჩვენ ეხლა აქ ეს ჩვენ ეხლა არა, კი, მაგრამ სპეციალურად გავაკეთო.